გამარჯობათ მეგობრებო. ამ ვიდეოში მე მინდა გაჩვენოთ ახლა ჩვენ თუ როგორ შეგვიძლია სახელურების ფასადზე მორგება სხვა ვარიანტების. ანუ ვარიანტები შეიძლება ბევრი იყოს. ამიტომ აქ გვაქვს ჩვენ როცა დავაწყობთ ფასადზე, არის ესეთი პანჯარა გამოდის, მე სუქებით თანიში წერია რუჩკი სახელურები. შევდივართ აქ და ჩავთავთ, ვეუბნებით რომ მინდა სახელური. მე ამის შემდეგ შევდივართ აქ და დავუშვათ ვირჩევ ამ სახელურებს, რომელიც ესე დგას. კი ბატონო, მოდით ახლა ავირჩიოთ ეს სახელური, გავააქტივუროთ. აქ შეგვიძლია ჩვენ ზომებით შევცვალოთ, ჯერ მივყვეთ ასე ვთქვათ, დადგა სახელური. ეს არის პირობითი სახელური. საჭირო არის იმისთვის, რომ თქვენთვის მოხდეს გადახრეტა ზუსტად პროგრამულ ჩარგზე, რომ არ მოგიწიოთ ხელით სახელურის ხრეტა. კი ბატონო, ესე იგი შევდივართ ახლა ისევ აქ. ისევ ბრუნდებით ამ პანჯარაში და აქ გვაქვს ზომები, მაგალითად მე შემიძლია ეს 64 არის ალბათ ყველაზე პატარა ზომის სახელური ესეთი ტიპის და შეგვიძლია მივუმატოთ, ანუ ყველა სახელურის ზომა იზრდება 32-ის ჯერადით რა, ანუ 32 ჯერ შეგვიძლია გავზარდოთ რამოდენიმეჯერ, ანუ თქვათ იყოს 128, იყოს დავუშვათ 160, ხო? სახელური. შეგვიძლია გადავაადგილოთ აქეთ-იქით, ზევითაც და ქვევითაც. ასეთ შემთხვევაში მიფიქრობ, რომ ეხლა სწორად დგას სახელური და ვეუბნებით ოკეი სუბმიტ. ნახეთ, როგორ მოიმატა სახელურმა ზომაში. ანუ დავუბრუნდეთ ისევ აქ. შევიდეთ აქ და ნახეთ, რომ ჩვენ გვაქვს არჩეული 160 სიგრძის სახელური. ასევე შეგვიძლია ავირჩიოთ ესე რომ დადგეს სახელური და 160 რჩება ძალაში, რაც ხონდა არჩეული, შუაში დავაყენოთ. ნახეთ, დადგება აქ, მაგრამ შემიძლია აქაც გავზარდო. ხო? ესე იგი, კიდევ დავუშვათ 192, დავუშვათ იყოს 554. კი ბატონო. ნახეთ, მივიღეთ ესეთი სახელური. თუმცა გადაადგილება, აბა ნახოთ, საერთაშორისო ამ სახელურების, როდესაც ესეთი პოზიცია გვაქვს, გადაადგილება ხდება მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ. აქ თუ დავაპატარავებ და ჩავწერ 25-ს, კი ბატონო, ნახეთ, გადმოიწევს აქეთ. პრობლემას არ წარმოადგენს გადაადგილება ნამდვილად. ეხლა ჩვენ შეგვიძლია კიდევ ავირჩიოთ სხვა ტიპის ჰორიზონტალური სახელური. დავდგეთ ესე და უთხრათ submit. ნახეთ. ანალოგიურად ხდება აქაც ზომების გაზრდა. ჩვეულებრივ შევდივართ აქ და დავუმატებთ რამდენიც გნებავთ იქით. ან მოაკლებთ, დავუშვათ ესე. ან დავუმატებთ ზომას. რა თქმა უნდა, ეს ზომა უნდა იცოდეთ თქვენ რამდენი არის და როგორ განალაგოთ ფასადზე სახელური. დავუშვათ ესე. კი ბატონო, ესე დადგა სახელური. პრინციპში ეს ყველა ტიპის სახელურის გადაადგილება გინდათ ეს იყოს ერთიანი სახელური, ხდება ესეთნაირად. ეხლა თუ ჩვენ ესეთი ტიპის სახელური მინდა ისევ აქ შევიდეთ და განახოთ, დგევართ აქ, ხო? ვეუბნებით, აქ დავუშვათ, ესე 92 submit, დადგა აქ ესე, ხო? სიტყვაზე თქვათ, ჩვენთვის საკმარისია ეს, მაგრამ თუნდაც გვინდა ეხლა აქეთ მარჯვენა მხარეს დგას, ხო? აქ არ აქვს ასეთი პოზიცია, რომ მარჯვენა მხარეს იყოს სახელური, მაგრამ ძალიან მარტივად ხდება, ეხლა აგიხსნით მაგასაც. მოდით ეს შუაში დავაყენოთ, იყოს ესე, ნახეთ. და ეხლა გვინდა, რომ როცა მარცხენა მხარეს არის სახელური, კარი იღება მარჯვენა მხარეს, რა იქით წერია, ხო? როგორც კი შევცვლით, ამ სახელური გადაადგილდება იქით
და გვაქვს მარცხენა გაღება, ანუ პეტლები არის მარცხენა მხარეს. როგორ შეგვიძლია შევამოწმოთ, ესე იგი, აი ესე, სახელური არ მიყვება კარს, მაგრამ, აჩვენებს, რომ დგას აი აქ. აი პეტლი არის მარცხენა მხარეს, რა შეგეშალოთ და ნახოთ, აი ესე, მოკლედ ხდება სახელურის ცვლილება კართან ერთად. აბატონ. მოკლედ ეს იყო სულ რაც მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა. თქვენ როდესაც სახელურს დააყენებთ ესე და ეს წავა პროგრამულ ჩარგზე ეს დეტალი დასახრეტად, თუნდაც პეტლის ადგილებისთვის, სახელურის ადგილით აუცილებლად დაიხრიტება და თქვენ აღარ მოგიწევთ შემდეგ მისი გადახრეტა. და წვალება დაიხრიტება ზუსტად იმ ზომებზე, როგორც თქვენ განალაგებთ მას ფასადზე. პრინციპში მე მგონი, აქ ყველაფერი თქვენთვის გასაგებია და მე ამით გემშვიდობებით კარგად გზანდებოდეთ.